თელამფრიდობის ერთი წამი აიმე ცრემლი გამდის თვალიდან წყალივით მე მგონი ალერგია მაქვს მე დაბანაზე ხოლმე გადავწყვიტე აღარ მიბან არც მთლიანად არც სახეს დალამატკა კრემაცია თხელი მაიკა ხოდა ის ვითომ მეტი აღარ მინდა მეთქი მაინც ხონდა ის აქვნა და ეს საფხოლის მაიკა მაცვია ესეთი თხელი და ცივა ისე წვიმს არ გაჩერებულა მთელი ღამე აი არ ვიცი საიდან მოდის ეს ამდენი წყალი ციდან აი საიდან ხოლმე დათავდეს აუ ცივა მოვალ დავანთო გამათობილი ყველა ვარიანტში რო სანამ ბავშვები რაღაცა შეჭამენ მოემზადებიან რაღაცა იმიტომ რომ ცივა ხალხი უკაი გეხა გაჭამე უკვე მარტი აპრილი მიილია და ჯერჯერობით ოფიციალურად რომ გამათბობელი აღარ ჩავთათ არ ხდება ეგეთი რა და ვთავთ ხოლმე გამათბობელს ჩართვას გულისხმობ ოქტომბრის სადღაც შუა რიცხვებამდე რომ აი რეტყვია რომ აი გაქაჩო რომ მე გადასახადით შესაბამისი ხო მოდის ხო და ესა ნუ არ გინდა ადამიანს რა ეხლა რომ ის თანხას სხვა რაღაცაში გამოიყენებ ხო და ოქტომბერში ვთავთ ხოლმე სადღაც შუაში ანუ ოქტომბერი ჩვეულებრივ 10-ში ჩართულა უკვე ისეთ სიცივებს იჭერს ხოლმე ესე ოქტომბერი ითვლება ჩვეულებრივ რომ 2 კვირაზე მეტ სიხდით თითქმის გააჩნია 10-ში ჩართავ თუ 5 2-3 კვირა ითვლება გადასახადების სიაში ესე ოქტომბერი ნოემბერი და დეკემბერი დეკემბერი 1 წლის 3 თვე იანვარი, თებერვარი, მარტი, აპრილი. მე-7 თვეა გამათბობელი ჩართული. ჯერ არ გამორთულა. შაშანი მაისში ციოდა. არა მგონია რომ ჩართული გქონოდა, მაგრამ როგორც ახლა პირი უჩანს, ამა წლის მაისში გამათბობელი ჩავთავთ. ჩავთავთ, გჭირდება ჩავთავთ, გადავიხდით, მაგაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ როდის უნდა გამოთბეს. მაგაზე წუწუნებ, გადასახადზე რა, იმაზე. ხო უნდა მორჩეს წუწუნი კი არა და გადასახადის გადახდა. ხო უნდა მორჩეს არა. გადასახადების სალფეტკი დავალბე რა. არა და სინამდვილეში, სანამ პირს დავიბავ ხოლმე. პირს ვცდილობ რომ დავიბონო ცივი წყლით და ეხლა რომ რაღაცა ცხელი მოუშვი რაღაცა კბილები მოვივისა და ცივი არ მინდოდა ისე ცივა რომ ცივი არ მინდოდა და ცხელი სახეს არ უხდება ვერც ფხიზლდებით ან სივდები ვაიმე მაგრამ ისე ცივს ვერ შევისხავდი თუმცა ზამთარში თოვლითაც მიყვარს დღეს რაღაცა ეგეთი აი მე ხარ წუხებ მოველი სამსახურიდან გვიან მოვედი ანუ გვიან რა ნორმალურ დროს მოვედი ან ბოლომდე ვიმუშავებდი თან ის გქონდა სახში სამსახურში რაღაცა ცვლილებებია რა ანუ ცვლილებები კარგის მხრივ რომ ხო შემოწმება იყო მოსული გითხარით კიდეც რომ ძალიან კარგი სიტუაციაშია ჩვენი საწარმო რა და ინვენტარი რაღაცებს იცვლება რაღაც ახლები მოდის რა და უშ დიდი სამუშაო
ბევრი სამუშაო იყო. ბევრი პივის თევზი გავრეცხით და მოკლედ რო იტყვენ ბოლომდე ვიყავით ერთგულად. ხო და იქიდან რომ წამოვედი, ჯერ ხო ვიცინეთ. სანამ წამოხარ, როდესაც ტრანსპორტით მოძრაობთ ხოლმე, აბანოა გაუღუნებული ცხელი წყლით. ესე იგი, აი არ ვიცინეთ ჩვენ პირსაწმინდებით დავბოდით იმ აბანოში მე და მეგი. არ მაცდიდა, ექსაზღარი, არ მაცდიდა. რაგად ვიცინე, ვიხარხარებ. რავი, ოშაბათ ის არის ხოლმე თავზე დამხობის დღე. სამსახურში ყველას. ისე გაყვავ ხოლმე ამ ხუხუში, ხარხალში და რაღაცა დრო რომ არა ვიცი, ძალიან მაგარია და ხო მოვედი. ხო და გზაში გაშემდარეკა რომ ისო წავიდეთო სახინკლეში. ტრადიციულად ვინც დავდივართ ხოლმე იმაში აქვია. კინოში საშაურმეში და რაღაცა რომ ვიდივართ ხოლმე საღამოობით, ხო და წავიდეთ. რა ვიცი, მოთხრა წავიდეთ, რომ მოვედი სახში გამახსენდა ეგა და ჰაბაჩქარაჩქარო ეხა ჩამოვიდია თეოვანოო და წავიდით. როიტყვი ფათაფუთით მოვემზადე, მოვწესრიდი ეს სველი თავი. ხო და ისე ციოდა გზაში. ეგ ვერ მოვტვინე რომ კიდე შეიძლება და ან ქუდი წამოვა, ან დღეს მაგალითად ზამთრის ეს ფულესის რომ აქ ეგ უნდა ჩავიცვა რა, აი ბაგართომში რომ ვაცვი ეგ უნდა ჩავიცვა. დრო არ გავმეპაროს რომ ბავშვები უნდა გავაქვეცო, არა 10 წუთი. ხუდიანი რა, რომ თითქოს რომ დაიბდა, შემცირდა გზაში. გადავრჩი სხვადასხვა მეგონა რამის ავიკიდები ან გრიპსა რაღაცა და არა გადავრჩი, აი მაგრა ციოდა ქარი, ცივი ქარი უბერავდა და სადაც ერთი 10 წუთი გაჩერებაზე ვიდექით გუშინ რა. მალე ანუ გასწრებული არ იყო მარშრუტკა სინამდვილეში. და წამოვედით. ქუდი არ მეფარა და ეს ხო თმა წეული მქონდა შეკრული რა ხა ზუნკლი გამშრალებული და რაღაც მქონდა, მაგრამ თლათ არ არის. ხე ის წავიღე იქ სამარცხელი ფენი რო რაღაც, მაგრამ პატარა თმაზე ხა ეგ გათვლი სანამ ჩემი ამ სიგრძე თმა გაშრება ცხვირი მეხანება მე. ანუ შანსი არ არის რა და ხა ცადნე მოკლედ. ისე მქონდა თავი გაყინული რომ მეთქი უნდა აბანოში შევიდე ისევ და ცხელი წყლის ქვეშ ვიდექია ისე გატურნული. თმოვიმზადეთ ხა ხო წამედით სახინკლეში. იქ სამგორში რო არის ვარკეთილის გადასახოდა კუთხეში დიდი სახინკლე ხო იქ მივედით. მან დაგრევა ნამყოფი და ძალიან მომეწონა სიტუაცია და ეხაც ძალიან კაი სიტუაცია იყო. უბრალოდ არ მახსოვდა მაშინ ეს მუსიკების ამბავი და ეხლა ანუ ჩვეულებრივი რესტორანია ხო რა, ანუ შეკვეთით, მუსიკებით, ცოცხალი შესრულება, მოკლედ ძალიან მაგარი სიტუაცია და ყველასთან მომწონს ესეთი დიდი კუპეები რო აქვს ესეთი მრგვალად. ძალიან კაი სიტუაცია. ანუ გაშლის სივრცეში ხარ და თან შენი ის გაქვს რა. ხო და დავსხედით და რაღაცა მოკლედ მან და წაღებული ხოდა ჩვენი კონიაკი. ნახევარი ლიტრა და ანუ არაო რა აქ იკითხეს ჯერ ხა განავანთ ისე და მოკლედ ამ გოგომ და მე დამაჯარიმებენ, იმიტომ რომ მე ვემსახურები ამ მაგილას და არა გვაქვს უფლებაო რომ თქვენც არა გაქვთ უფლებაო მოკლედ რა და მიდით და იკითხეთ თუ გინდათ და ნუ მოკლედ გამოვიდა ისე რომ იქ შეტანილ სასმელს ვერ დალებდა. ფასები აქ იქ რო იყიდო რა ვიცი. ხო და წამოვედით. დამსხდრები ავდექით და წამოვედით და ამ გოგომ გითხრა რომ ნახეთ არ ვიციო ისნის ფილიაშიც არისო სახინკლეო და იქ არ ვიცი რა ხდებაო და თქვენი გადასაწყვეტია. მოკლედ წამოვედით და მიველთ ისნის ფილიაში, იქაც ძალიან კაი სიტუაცია იყო, ორსართულიანი და ავედით მეორეზე. და ნუ მეორედან რომ ჩაასტავდა რა ხდება და დაბლა ისე მუსიკები რაღაც და ნუ აქ დაგვთავდნენ რა. ოღონდ ანუ თქვენს და თუ რაღაცაო არ გეყოთო. მე ნუ ჩვენ უნდა შევუკვეთოთ და
აზია მო ხო იცი თავარი რო შეხი აი მე ხოდა არ ვიცი აი ხო გიჭამიათ ხინკალი ხინკლის სახში მაგალითად აი რუსთაველზე როა რესტორნებში ანუ ბევრ ადგილას მიჭამია აი მე მაგნოლიაშიც მიჭამია და მაგნოლიის ხინკალიც ძალიან გემრიელია მაგრამ ხალხო მე გუში მანდრო ხინკალი ჭამე ისნის ხინკლის სახზე ვამ არ ვიცი ჯერ აი ესეთ თხელ აი ესეთი ფურც ასეთი ფურცელი ვიდეო კანი თხელი არც ერთი ხინკალი იყო გამსკდარი მე თო უგემრიელესი აი უგემრიელი წვენიც ასე უგემრიელესი იყო ხინკალი და შევერით ყველასდანაც გამიხარდა მარტყოფელი არის მენეჯერი ჩემი კლასელის და ოღონდ მე ეს გოგო ვერ დავინახე ლაშამ თქვა რომ აისო ესა და ეს არის და რო დავხედე ხა ნუ წლებია ხო არ მინახია რაღაცა ხა აუ მე თქვი გაუ მაგრამ მე მგონი ის არ არის ხა როგორ გინი ხა ეგ ხო შეიძლება რომ ნებისმიერი უცხო ადამიანი გავდეს ერთმანეთს რა ვიღაცა სადღაცას ვიღაცა სადღაცას ხო და ნუ მოკლედ მოვიდა მე მაკა გუნახავ ნახეთ ხო და აი იმდენად სიამოვნებს ხოლმე რომ აი ვიღაცა შენი ჩემიანად მიმაჩნია მე გამაგალენ მარტყოფელი აი სადღაცას რო ხარ და ნუ ეხლა სადღაცას არ არის თბილისი აი ეს ხელის გულზია აქ და იქ უცბად ახლო ჩვენგან მაგრამ აი რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს აი მეტროში შემხედრია მარტყოფელი მაგალითად რომელსაც ვიცნობ უბრალოდ ესეთი ანუ ახლოდან არა და რაცა მგონია რომ აი იქ უკვე ჩემიანი დგა ეგ შეგრძნება მაქვს ხოლმე ძალიან გამიხარდა როდესაც ადამიანი ეს თავისი საქმე აქვს თავისი სფერო აქვს ძალიან კარგად გამოიყურება და ეგ სიამოვნებს და მოკლედ დიდი მადლობა მაკას უგემრიელესი ყავა მოგვიტანეს მაკასგან გამოგზავნილი და აუ მართლა ნალექი ყავა იყო და ძალიან გემრიელი აი ეგ რა ხარ რესტორნებში ისწავლეთ შაქრის ჩაყრა ყავაში ხო შეიძლება ანუ მოიტანეს მიყვარს ყველანაირი ყავა მიყვარს ცოტა კაფივით რო ძალიან სიამოვნებს ხოლმე ეგეთი იყო და აუ გულში გავიფიქრე რომ კაი არის მაგრამ ხა შაქარი არ იქნება და რა არ იქნება ისეთი გემრიელი იყო შაქრიანი იყო ისეთი გემრიელი იყო და მიიბაძეთ ხალხო ჩაყარეთ ეს იქვე ნუ კიდევ ჩაყარეთ ხა დალექი ყავაში რო შაქარს ჩაყარი მე და მოურე ვის ხო აღარ არის რაც უნდა იყოს აუ მე ვანო ატყდა ძალიან უყვარს შაურმა და აქედან რომ გავალთო შაურმები ვიყიდოთ ვაიმე ჯერ გადავეციეთ იმიტომ რომ რაც მოიტანეს მართლა გემრი და კიდე უსწრაფესი მომსახურება ოღონდ მართლა აი არ ვიცი მაქსიმუმ 10 წუთში სანამ ჩვენ რიტყვენ მოვირგეთ ეს სავარძლები გავიხედეთ გამოვიხედეთ ხინკალიც გვეთო ხაჭაპურიც გვეთო რაც შეუკვეთესა ქაბაბი შეუკვეთეს როდესაც მაგიდაზე ბოლო გადაშვერილი ჰქონდა მაგიდის დაბლა მიფსიქცე დაბლა ჰქონდა ესე იყო და გემრიელი წადიან ყველაფრიანად და რომ ნუ დავამთავრეთ რაღაცა რომელი საათი იყო არ ვიცი რაღაცა 12-ისკენ ნუ კაი 12-ები ეხლა წამო საშაურმეში ვანომო და აი მალადეც მე ვთხარ შენ თუ ხა შაურმა შეჭა იქიდან რომ სადმე რო ვარ თქო ესე გასული რომ გამოვიდეთ ის გზად გვხდება მაკდონალდს და 4-იანია თუ არ ვიცი მაგრამ დრაივით არის მე მგონია 4-იანი არ ვიცი ნაყინებზე უნდა შევსულიყავ და ვანო არ მინდა მე შაურმა მინდა კაი ჩვენ ჭამეთ ჩამოსასხმელის ნაყინები და მაინც გაჩერებინა საშაურმეს დახმერთო და არ ვიცი შეჭამა ხარ ხო შეჭამა ან მაგას ცალკე ის აქვს ჯიბი აქვს შაურმა სუროში აი ყველაფერი შეჭაპოს გადაჭაპოს შაურმისთვის ცალკე გაყოფილება აქვს მაგას უზომოდ უყვარს შენაში არა მივუთხარ შაურმაში მიუხედავად იმისა რომ მიყვარს უზომოდ აი რაღაცა
ეხა იმ ესეთი ძვირფასი ხინკლის ფოზე აღა შაუბრუნდა. კაიფისო ეხა. მოკლედ ძალიან სასიამოვნოდ გავატარე გუშინდელი დღე. სამსახურშიც და სახლშიც და რომ მოვედი ეხა გუშინ მომიტანეს 5 საროჭი ხო გითხარით. ხო და გუშინ ვერ დავხატე, გუშინ კი არა გუშინ წინ მომიტანეს და გუშინ წინვე უნდა დამეწყო და იმდენად გაუბედურებული ვიყავი გუშინ წინ რომ ხაზი ვერ ჩამოვწვი და გადავდე რომ მეთქე ხვალ 2 საროჭკას უეჭველი უნდა დავხატო. დახატეთ თქვენი გუში რამე? ეხლა ჩემს თავს მოდი ეხლა ცოტა ხანი დაღლილიც ვიყავი და ცოტა ხანი დასვენება მინდოდა და რომ მოვედი კიდე გაიონის ქონდა ანთებული გამათბობელი ციოდა. მეთქე არ ჩაქრო დაიცახ ცოტა ხანი მეთქე ვიფიქრო ტახტზე წავოძინებ ესე ჯდომარე ეს მიყო წოდი 1 საათი საათ ნახევარში ცოტა ხანი და ესა დავხატავ მეთქი რა თუმცა დაძიდება აუცილებლად მინდოდა. ხო და სკროლავდი ყველანი დაწუნე და მე თბილად ვიწექი ამ ტახტთან ფეჩთან და სკროლავდი და შემხვდა არ ვიცი ბევრ თქვენგან შეხვდებოდა არ ვიცი ან თუ დაგაინტერესებთ ნახეთ აზერბაიჯანელი თუ ხო მოკლედ ერთ-ერთ პროექტში არ ვიცი რომელ პროექტში ნამდვილად არ დავყურებდი მაგას მაგრამ ანუ რაზე დამაინტერესა იცი Facebook-ზე იყო ბევრს ქონდა გაზიარებული მარტო ყოფილზეც არა მარტო მოკლედ ძალიან ბევრს ქონდა გაზიარებული და როდესაც ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე ანუ აი ესე რომ წერია ხოლმე სული შემძვრელი სიმღერა ამა და ამისგან და ანუ არ ვიყურებ ხოლმე რეკლამა ძალიან cool აქვს ხოლმე ხო და ესე დამაეჭვა იმ ხრივ რომ ძალიან ბევრს ქონდა გაზიარებული ეს სიმღერა ალბათ 10-დან 10-ვეს ანუ სკროლავ სულ ეს ხდებოდა და თან სათაურად რომ აი ძალიან მოწონდა თავს და მეთქე ეს უნდა ნახო იმიტომ რომ აშკარად ყველას მოწონს ჩავთე თუ დაგაინტერესებთ უბრალოდ ჩაწერეთ ესე რა ანუ მე მგონი რომ აზერბაიჯანელი მღერის ქართულ სიმღერას ქართულად დაიგვიანეს აუ ეს სიმღერა არის შედევრი ჩემთვის ხო და ანუ სათაურის გამოც უყურე რომ მეთქი აბა განა როგორ ამღერის ახლა ხო შეხვედრიეთ ხოლმე უცხოელი რო ქართულ სიმღერას და ასოებს რო აკლებს და ის აღარ არის აი როგორც ჩვენ ავღერივართ მე მაგალითად თორე ხო რაღაცა რო იცის ინგლისური იმღერებს უბრალოდ მიამს გავსებ სიტუაციას და შენებურად რო უბერო ხა თუ ეს მღერის დაიგვიანეს ხა ეს რა ვაუა და ჩავრთე და მივაყუდე ეს და ეს ვიყუდე აი არ ვიცი მაგრესი შესრულება ძალიან მაგარი შესრულება აი ერთი ასოა არა მაშტკი თუნდა წახვიდეთ და გვიან ჩამოვა მეორე თუ მესამე გაკვეთილიდან მეწყებაო აი ძალიან მაგარი ერთხელ ხო თან მაგრამ მეძინებოდა ვუსმინე უბრალოდ გადმოვახვიე მეორეთაც და დავდე ტელეფონი და მეთქი სანამ ეს სიმღერა მორჩება თქო დავიძინებ. თან ხო ეს გესმის სასიამოვნოდ და ეს სიმღერაც მორჩა. ყველაფერიც მორჩა. სიზმარში გძნობ რომ აი ეს გვერდი მტკივა, თეძოდიო. აი მენჯი მტკივა, ისე ვიჯექი რაღაცნაირად და ვერ იმენად ღარმად მეძინა რომ ვერ ვიღვიძებდი და ფეხათრეულობა გავიღვიძე 3 საათზე და ხა ჩემთავს ვეკრები დავიჯერო ხა შენ ხატვას დაიწყებ. ერთი თვალით გამოგვიძა მეორეთი არ წაველი წავხო ხდისაწოლამდე მივიდე დავეგდე როგორც თქვენ დაიხატიათ წუხელი ისე მე და გუშინ ერთი კიდე დამემატა 6 მაქვს ახლა და დღეს ცეკვიდან მოიტანს ივანე 2 საროჭკას ბავშვები გამოვიდა იდეაში 8 მაქვს დასახატე და მე ბედნიერად ხან სახინკლეში ვარ ხან დაიგვიანეს წოლიარებს მე და 8 მაქვს. ან ძალიან გავიჭედე. ჩემი ბრალია. ჩემი ჭამასმის და გრიანის. ასე რომ მე კიდე ჩემ თავში ავქენი რა რომ აი ხვალე ხვარსად არ მიდიხარ, ხვალებს სამსახურიდან მოხვალ.
კაი ის სიტყვაზე 6 საათზე რომ მოხარ და 7 საათზე 1 საათი დავისვენებ და აი 8 საათი დავიწყებ მოვრჩები 3-ზე 2-ს მაინც მოვაცებ კაი 3-ზე უნდა დავაცებ აი დაადასტურა ვაიმე როგორ მიყვარს და ცემინება ღმერთო ჩემო სულ გამომფხიზ ორგანიზმმა გაიღვიძა ეხლა კიდე თავი შევიკავოთ რომ იმ ხელს მოვკიოდე რომ მეზობლებსაც ეღვიძოთ აი კაი რომ მოვასწარი დილით თქვენთან ერთად კაი ძალიან სიამოვნებს ხოლმე ეს გამოფხიზლების ისა რაღაცა ჩემმა მაყურებელმა მომწერა ძალიან თბილი კომენტარი არა მესენჯერში თამუნა ლურსმანაშვილი ჩემი საყვარელი ბლოგერი ხარ თუ გიყურებთ ხოლმე მომწონს თქვენი ვიდეოები უფრო ფარავდე თქვენ და თქვენს ოჯახსაც უღრმესი მადლობა გაიხარეთ უღრმესი მადლობა ისეთ პოზიტივზე მაყენებს ხოლმე თქვენი თბილი დამოკიდებულება რომ რა იყოს მომყვება გაიხარეთ აი ფეხსებში ვარ ხათო დამიბურდა ეხლა სანამ გავსწორდე აი დედა ჩავდოთ აი კაია ხო მე თქვენთან ერთად რაღაცა თორე ეხლა აი ესენ დავბრუნვალობდი თან იცი რა სიტუაცია არის ეხლა დიდად საჭმელი მაქვს თუ არა აზია რა ან თელხის მანდ ბავშვმა რო ჩავწ ბავშვი მაგრამ ტაფა და კვერცხი ნინომაც ეს ეგრეთ წოდებულა დაამღვა კვერცხის შეწოთონ მეშინი ეხლა მაინც სიმაღლით ისეთი რომ სახე არ დაიწვას ან შხეფი არ მოხდეს რაღაც და რა ვიცი მაშინ იწვავს ყოველ შემთხვევაში ხო და იმათ ვარ ხოლმე რაღაცნაირად დამოკიდებულება მაქვს რომ კვერცხი როა სახში ამშიერი არა და აი ეს დღეები რომ სულ დავბოდი რა გავუკეთო გაიარა ან ყველა ითებ მაგით რა აბა შევიხედოთ კვერცხი არის კვერცხი პასკა ცოტა ის ხორციც არის შეჭამე მოკლედ აუ ის ცხრის ყველი და აი ეტყობა კარგი არაფარია გერმენტულად მოფარით ხოლმე მაგას და ეტყობა რომელიმე მაიღო ბავშვმა და დააფარა კარგად რაღაცას იზამე კაცოთი და სანამოვა და სანამოვა ხა დილით ხოლმე ჩაის და პასკას ვაჭმა ხოლმე იმდენი პასკები გქონდა ან თლიანობაში შეიძლება ითქვას რომ ამ ხელაც არ მაქვს ნაჭავი პასკა მამი და ჩემის გამოგზავნე უჭამე გებრიელა თუ გებრიელესი იყო მამით საღო ნუ არც ეჭვიც არ მიყარებოდა მაგაში ხო და ესა პასკა შეჭამე მე მოვლენ საათად 3 საათზე რომ ერთხელ შეჭამე ნიმ კვერცხს მე მეცმო всё ხორჩი გადაწყვეტა ეხა რომელია საათი 27 წუთია ნახევარზე ვაღვიძებ ხოლმე აი ბარბარე უკვე ფეხზეა სავარაუდოდ ნინოც იცნობს სწავლეხებით სავანთებ ერთად უნდა გავიდეთ ესენი სკოლის მარშრუტით სწავლენ მე ჩვეულებრივ მარშრუტით ვიდედა ჩემს დავურეკო რომ გზები არის ათხრილი ანუ აყარეს ეს ასფალტი რაღაცა და მოკლედ იწყებენ დაგებას და ჯერ ჩიხებში არიან შესული მე მგონი იქიდან რომ გამოვიდნენ მე მთავარ გზაზე და დააკვირდა საშინელება ხდება გზებზე იმიტომ რომ აი ესეთი ის არის და დაინგრნენ ყველა ოჯახს რო ყალმანქანა და მე მარშრუტები და სხვანაირი გზით მიდიან ანუ დედა ჩემი სადაც გამოდის გაჩერებაზე ჩვენ გაჩერებაზე ზემოთ ამოიწიოს ცოტა თორე იმ გზაზე არ ჩაივლის ძალიან დანგრეულია იქაო ხო და უშინ კეგი ამოვიდა მეგი და შეიძლება კი ეტყოდა მაგრამ რა მაინც თადარიგი დავიჭიროთ ან არ დავიწყდეს გუშინ ბევრად თქვენგან მომკითხეთ ნიაკოს შესახებ მდგომარეობა და მეც ახლა
პირდაპირ დედას არ ვეკონტაქტები და ვერც დავეკონტაქტები, იმიტომ რომ წარმოვიდგენი აქ სიტუაცია, ანუ არ არსებული, ანუ ვერ მიწერ დედას და ვერ ეტყვი როგორ არის. ხო ხდებით. როგორც ვიცი, დღეს კითხავ ანუშკის გუშინ უნდა შეკრებილი იყო ეგრეთწოდებული ჯგუფი, რომ გადაეწყვიტათ რა ეკნათ. რითი დაეწყოთ, როგორ დაეწყოთ. მოკლედ ამ გუშინ და შეეფასებინათ ყველაფერი და უბრალოდ ძალიან დიდია. თავში დიდი ადგილი უკავია ამ ვერაგ დაავადებას და ეს ყველაფერი უნდა გადაეწყვიტათ. როგორც კი მე ინფორმაცია მექნება, დაზუსტებული ინფორმაცია, ესე ჩერეს გაგებული არა. ოჯახიდან პირველი მეორე პირისგან დაზუსტებული ინფორმაცია კუდებ გამოუვლმელი. აუცილებლად მოგაწვდით. მანამდე უღრმესი მადლობა, ჩარიცხვები მიდის, ძალიან ბევრმა ჩარიცხა და ვინც ვერ რიცხავს, გზავნილით მიგზავნის და მე გადამაქვს ნიაკოს დედის ანგარიშზე და უღრმესი მადლობა ყველანაირი დახმარებისთვის, როგორც ფინანსურად, ასევე აი გულით რო ღმერთს თხოვთ, დამიჯერეთ ეგ ყველაზე რა ვიცი, აი უშველებელს რო შეძლებს, აი რაღაცა გაუკეთებელს რო გააკეთებს, წარმოუდგენელს რო შესძლებს, ეგ არის და ლოცვებში ნიაკოს გვერდით იყავით აუცილებლად. უზომოდ ჭირდება ეგ, უზომოდ. და მჯერა წამს, რომ იქიდან წამოვლენ ესე. რომ აი ლაითი კურნალობაღა რო დაჭირდება რა, საფრანგეთში არიან. ვის თუ არ მითქვია თუ არ მითქვია, არ მახსოვს, საფრანგეთში არიან უკვე და გადიან ამ ყველაფერს. თუ როგორც კი ინფორმაცია მექნება, აუცილებლად გეტყვით. მანამდე ტრადიციულად კომენტარებში იქნება ჩამაგრებული ორივე ბანკის რეკვიზიტები, საქართველოს და TBC-ც. არის შემთხვევები, რომ კომენტარიდან ჯერ დიეზით რო წერიან, რომ მაგიტო ადვილი არის დაკოპირება რა. ხოდა არის რომ არ კოპირდება რაღაც მომენტში და მომწერეთ პირადში, თქვენ თუ ვერ აკოპირებთ და მე ჩაგიგდებთ პირადში ანგარიშის ნომერს ცალ-ცალკე. საქართველოსაც ცალკე, TBC-ს ცალკე და იქიდან ალბათ უკვე შესძლებთ. მარტყოფელებს ძალიან ბევრს უდევ ანგარიშის ნომერი, შეიძლება ბევრი თქვენგანი მეგობრებში წყავს და Facebook-იდანაც შეგიძლიათ ადვილად დააგვისახოთ. ასე რომ უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის და ტრადიციულად ჩემს ვიდეოებს, სანამ ნიაკოს დასჭირდება, ჩემს ვიდეოებს ფონად მისი სურათი გაყვება, რომ ხوارი რომ შეიძლება ადამიანს კი ვიცი, აი უნდა ჩავიწყო, მაგრამ უცბად გამომრჩა. იქნდა მინდა რომ აი ვიდეოს ყურების დროს უცბად აი რომ აი სიტყვაზე გუშინა გავიწყდა ადამიანს, შეიძლება უი, ეს არ მიქნია და უცბად ერთი ლარი გადარიცხოს ადამიანმა და დამჯერეთ ის ერთი ლარი იმათთვის უკვე შეუძლებელის შეძლება იქნება. ალალი იყოს ნიაკოსთვის ყველაფერი, ღმერთმა მოახმაროს ჯანმრთელობით. და სანამ იტყვიან რომ всё მორჩით, ჩემს გვერდზე ნიაკოს ანგარიშის ნომრები იქნება. ნიაკოს დედის. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა ამ დილისთვის და წავედი ახლა. იწყება სამუშაო დღე. იწყება ახლა ადე, ჩქარი, ჭაბე, ჩაი, აი ეგ უნდა იყოს. თავარი ხან უნდა წევდე კალკუტკამდე ჩავიცო. გუშინა. ესეც ესე, აბა. ხოლამდე არა, საყანომდე ალბათ.
კარგად მოვიწევ საღამოსაც მოვალ. წავედი ხა ჩემ უნდა ჩავიცვა და ისევ იმოძრავ ხალათით რომ ციება წავედი გამათბობელი სამთო ბავშვებს აბა ჰე დროებით